ჩვენთან რა საპროცენტო განაკვეთიც არის, ხო? მიდიხარ ბანკში კონკრეტულ თანხაზე. რომელი ქვეყნები შეიძლება იყოს ჩვენთან ახლოს. ჩამოთვლით და მე აი თქვენ თავად განსაჯეთ, რამდენად ადეკვატური და ნორმალურია ამ ქვეყნების გარშემო რო ვარ. და ესეთი ქვეყნები ესე იგი ბუტანი, ნიგერია, კენია, ანგოლა, ზიმბაბვე, ეგვიპტე, მალავი, ბურუნდი, სირია, განა, ყაზახეთი, ლიბერია, მოზამბიკი, პაკისტანი და საქართველო. აქ შუაშია, ნახე, შუაში ვართ გამოყოფილი. ხო ხვდები რა ქვეყნების გარშემო ვართ რა? და როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, როცა ვლაპარაკობთ თავისუფალ ბაზარზე, ასაც შენ ამბობ, ხო? ასევე სტატისტიკაც მაქვს რა, საუკეთესო ქვეყნები, მაგალითად იაპი ფული, მართლა იაპი ფული. 3%-ად 4%. იაპონია, შვეიცარია, ისრაელი, დანია, შვედეთი, მალტა, ბოსნია. გეცნოთ, ხო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. ანუ 3%-ში, 4%-ში რომ არის ესხები და არა მაგალითად 15, 17, 18, 20, 25%. ეშმაკის ადვოკატებისთვის და მე ძალიან ბანკების დამცველებისთვის, რა, აუ ბანკებზე ხა. აგერ მაქვს ერთი კონკრეტული ქვითარი ავიღე რა ერთი კონკრეტული ის რა ქვია სესხის შესახებ არის ინფორმაცია და 2023 წელს არის აღებული რა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 25%. ესე იგი ადამიანმა აიღო 17680 ლარი 10000 ლარით მეტი უნდა ანუ 55-60% რაც აიღო იმ თანხის და გადაიხადო ზემოთ. ამას თუ ქვია ბანკი და პროცენტი რა მე ბოდიშ მე ამას ქვია ყაჭაღობა.